Candace Owens-ის ფანები მის წინააღმდეგ გამოდიან გახდოთ, როცა მან ის აბსურდული დებატი გამართა Andrew Wilson-თან, სადაც მოითხოვა, რომ საკუთარ სახლში ყოფილიყო და ასევე იყო $1 გადასახადი, რომელიც თავდაპირველად სურდა, რომ უფრო მაღალი ყოფილიყო. კონტექსტისთვის, Andrew Wilson-მა Joe Rogan-ის შოუში ფაქტობრივად Candace Owens შესთავაზა ეს თანხა დებატისთვის და Candace მისმა თქვა, არა, მე მაქვს ეს პირობები, უნდა იყოს 500,000, ბოლოს დათანხმდა 300,000-ზე. მათ ეს დებატი ჩაატარეს. ეს იყო აბსურდული. იყო რეკლამები, იყო მილიონობით ნახვა და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა მისი ფანები ამბობენ, კარგი Candace, თუ შენ ხარ Charlie Kirk-ის საუკეთესო მეგობარი, რატომ არ აძლევ ფულს Charlie-ს ბავშვებს? და Candace ამბობს, არა, ამას ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ფულზე დახამებული ბოზი ვარ და არასდროს გავცემ ჩემს ძიმე შრომით მოპოვებულ ფულს, როცა ჩემს სახლის სარდაფში ვზივარ. სხვა ოჯახის ცხოვრებას ვანადგურებ და იმ კაცის მემკვიდრეობას, რომელსაც ოდესღაც მეგობარს ვეძახდი, მაგრამ მასზე გიჟურად ვიყავი შეყვარებული. მან კი მიღალატა, იმიტომ რომ მე შავი ვარ და მან ულამაზეს თეთრ ხალთან წავიდა. ამიტომ ეხლა ჩემს ენერგიას და დროს დავხარჯავ, რომ მასზე ჩემი რისხვა გადავიტანო და მილიონობით ადამიანს შევაძლო ის და ყველაფერი, რასაც ის წარმოადგენდა. და ეხლა ასევე უჭან ხართ Lindsay Clancy-ს ქალს, რომელმაც თავისი 3 შვილი მოგლა და ვანთქიცებ, რომ ეს დიდი ფარმაცევტული კომპანიების ბრალია და არა ამ ქალის. როგორც არ უნდა იყოს Candace, როგორც უკვე ვიცით, ნარცისული, ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული შეშლილი ქალია. ამიტომ ფაქტი, რომ ის ფანებს უყვით რა ხდება, რატომ არ უნდა გაიღო ეს ფული, ის კი პასუხობს, ვერ ვხვდები როგორ ბედავთ ამის მოთხოვნას ჩემგან. მან რეალურად გადაიღო ვიდეო სახელწოდებით How I'm spending my $300,000 და მეგობრებო, დიახ, ეს საშინელებაა. წინასწარ გიხდით ბოდიში. კიდევ უფრო მეც მოგიწევთ უყუროთ Switch. მოდით დავიწყოთ. სრულიად უეცრად, როგორც კი ვთქვი, რომ ავიღებდი, ასე რომ პირველ რიგში ის შეშინებულია. მაგიდაზე ფულია. და ეს არის ჩემი შეცდომა. მე ვშიშობ და ფულს არ ვიღებ. შემდეგ კი ვიღებ ფულს. ზუსტად რასაც მთავაზობთ, არის 300,000 და მე ცუდი ადამიანი ვარ, რადგან როგორ შემეძლო ფულის აღება? ეს ხალხი გიჟებია. ისინი უბრალოდ გიჟები არიან. შეუძლებელია მათი დაკმაყოფილება. ისინი ვერ დაგტოვებენ მარტო და ვერ მოგცემენ საშუალებას უბრალოდ გამოიძიოს საქმე. თეთყვი როგორ გაახარო ისინი? შეწყვიტა Charlie Kirk-ის მემკვიდრეობის განადგურების მცდელობა. უბრალოდ გაჩუმდი, დახურე შენი პოდკასტი და გააგზელე იმის მოჩვენება, თითქოს კარგი დედა ხარ შენი შვილებისთვის, რომლებსაც მაინც გააფუჭებ შენი აშკარა ნარცისიზმის გამო. და ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ არის ნარცისი დედა. ხო. საჯარო სივრცეს გაეცალე. ჩვენგან არც ერთს აღარ გვინდა შენზე რამე გავიგოთ. ასე ვიქნებით ყველობედნიერი. ხო, ბოდიში რომ ასე გეუბნები Candace. კი, სწორად გაიგე. ფული შეთავაზებულია და მერე საყვედურობენ, რომ ფული აიღე. და მაშინვე ყველა ამბობდა, Candace-მა უნდა შექმნას ტრასტი Erika Kirk-ისთვის. მაგალითად, Michael Knowles-ის გარდა, ყველა ის ადამიანი, ვინც საშინლად მძულს, ერთმად ამბობდა, რომ ეს ფული უნდა შევძირო და Charlie შვილებისთვის სატრასტო ფონდი უნდა ექვნა. და მერე უბრალოდ შემთხვევითი ადამიანები მეუბნებიან, რა უნდა გავაკეთო ამ ფულით. მაგალითად, ეს ადამიანი ამბობს, მულტიმილიონერი Candace Owens-ი უნდა გადაურიცხოს თავისი მოგებული ფული Tyler Robinson-ის დაცვას, თუ მართლა ფიქრობს, რომ ის უდანაშაულოა. Andrew Wilson-მა თავისი სიტყვების საქმით დაადასტურა. რატომ არ აკეთებს ამას Candace? გულისხმობ თითქოს არ იცის, ვინ არის Lucas Gage. სინადუეში ზუსტად იცის, ვინ არის Lucas Gage. ყველასთვის ვინც არ იცის, ის იყო მძვინვარე, გიჟი, ანტისემიტი, რომელიც ცოტა ხნის წინ როგორც ნეონაცისტი თითქოს თვალები აეხილა. და მან უარი თქვა თავის ძველ გზებზე. ეხლა ისაუბრობს იმაზე, თუ როგორ იყო უკიდურესად რადიკალიზებული და ასე შემდეგ. ეხლა ის საკმაოდ რაციონალური ხმაა, რომელიც საუბრობს ისეთ ადამიანებზე, როგორიცაა Candace. ისმის 1000%-ამდე დარწმუნებული ვარ, რომ Candace ზუსტად იცის, ვინ არის Lucas-ი, ან ვინ არის ეს ადამიანი, ზუსტად ესეთი რაღაცები ახასიათებს მას. და სხვათა შორის კი სულად არ არის უცნაური, რომ ხალხი უყურებს Candace და ამბობს, ჰეი, შენ ამდენ განცხადებას აკეთებ იმის შესახებ, რომ თითქოს ერთადერთი ხარ, ვინც Charlie-ს იცავდა. მაშინ რატო არ აკეთებ რამეს Charlie შვილების დასაცავად? ეხლა მე ყოველთვის მხარს უჭერ ადამიანებს, თუ ისინი ფულს შოულობენ რაღაცით, უფლება აქვთ ფული იშოვონ. არ არის აუცილებელი, რომ მთელი გამომუშავებული ფული გაიღო, რა თქმა უნდა არა. მაგრამ Candace-ის მხრიდან თავის მოჩვენება თითქოს ეს მორალური დილემას ხვებს ეკუთვნით, იმიტომ რომ ისინი მას განიკითხავენ და თითქოს ეს არ არის ის, რასთანაც მას უნდა კონდეს საქმე. გულისამრევია. მაგალითად. მე საჯაროდ არ შემითავაზებია Tyler Robinson-ისთვის, რომ ყველაფერზე გადავსულიყავი და მეთქვა, ვაპირებ დაუმტკიცო ხალხს, რომ ვფიქრობ, ის უდანაშაულოა. ვაპირებ მათ 300 მივცე, ეგ არასდროს გამიკეთებია. მე ეგეთი რაღაცები არ მჩვევია. ეგ ჩემი საქმე არ არის. მე არ ვარ ტრაბახა. და არც ერთი ადამიანი, რომელსაც ფინანსებზე ოდნავ მაინც აქვს წარმოდგენა, არ იქნება იმდენად სულელი, რომ ფული დახარჯოს იმასთან სასაუბროდ, ვინც ყოველთვის უფასოდ დებატობს. ყოველწლიურად ვდებატო Piers Morgan-თან. ეს უფასოა. დებატები მქონია სხვადასხვა უნივერსიტეტში, ეგეც უფასოდ. დებატები მქონდა Rabbi Shmulisთან, ვისთანაც ვერ რამდენს დადედეთ ვსვანოთ, რომ ეს არ იყო უფასო, რომ მას ერთ დროს მაინც უხდიდნენ ამისთვის მაყურებლობის, PR-ის და ასე შემდეგ გზით უფასოდ. სხვათა შორის უბრალოდ აღსანიშნავად, მე ასევე მძულს უსარგებლო ფული. და Piers Morgan-თანაც უფასოდ. ასე რომ ძალიან საინტერესოა, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ეს ადამიანები მხოლოდ კეთილგანწყობით და პატივისცემით მწერენ და დებატებს მთხოვენ. არავის უწევს ფულის სროლა. ასე მუშაობს ეს. მე დებატები ჩამიტარებია და ფული არასდროს ყოფილა ჩართული.
ეს შემთხვევა გამონაკლისია, რადგან Turning Point USA-ს უბრალოდ ასე ძალიან ძულვარ. გაგიმშრებია, რამდენმა ადამიანმა სთხოვა დებატები კენდის. ათობით და ათობით მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომენტატორი ამბობს, კენდის, მოდი ამაზე ვისაუბროთ. და მან ყველას უარი უთხრა. ისე აჩვენებს თითქოს ყოველთვის მზადაა ნებისმიერთან დებატებისთვის. არა, ის თითქმის ყველა დებატზე ამბობს უარს, თუ ეს ზუსტად მისთვის არ არის ხელსაყრელი და ამის უკან თავისი მიზანი არ უდგას. და ამ შემთხვევაში ის დათანხმდა, რადგან ფიქრობდა, რომ Andrew Wilson-ს ცუდად წარმოაჩენდა, თანაც ფული საკმაოდ მიმზიდველი იყო. ასე რომ მან ფული აიღო. ეს იმდენად კლასიკურია, კანდეისი მანიპულირებს და ამბობს, რომ ყოველთვის უფასოდ დებატობს. თითქოს პრობლემა Andrew-ა. თუ მას უბრალოდ ფულის გადახდა უნდა, რატომ და დაუთმო ეს? არა, BITH. ჩვენ გხედავთ. სადაც დებატები უფასოა. და Andrew Collody მას რიტვიტავდა, როცა ის ჩემს წინააღმდეგ გამოდიოდა და სულ უფრო მეტ ფულს თავაზობდა. და ეხლა ისინი ფიქრობენ, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა ის არის, რომ მე გავხსნა სატრასტო ფონდი. ხოთეშორის რაც შეეხება უფრო მეტი თანხის შეთავაზებას, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მან მოითხოვა თანხა 500,000-მდე გაეზარდათ. შემდეგ კი ეს მოთხოვნა გააუქმა და თანხა 300,000-მდე დაეცა. 100% დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ. რა თქმა უნდა, და ისინი სულ უფრო და უფრო მეტ ფულს თავაზობდნენ, რადგან ამის დიდი ნაწილი მისი მოთხოვნები იყო. საოცარია, როგორ მანიპულირებს ინფორმაციით. Charlie შვილებისთვის, რაც გარკვეულწილად ვიცი, რომ ასე არ არის, მაგრამ ფულის გათეთრებას გავს. ორგანიზაცია, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მოქმედებს, გინდათ რომ ფული გადავცე იმ ადამიანს, ვინც ამას აკონტროლებს და ეს თავიდან, რა თქმა უნდა, ერიკა იქნებოდა. გულისხმობ მომწონს, როგორ გადააქცია ეს ფულის გათეთრება, ხო ასეა? ხო, რა თქმა უნდა. ასე რომ უნდა შესწირო შენ საუკეთესო მეგობრის შვილებს, რომელიც როგორც ამბობენ, გარდაიცვალა, ან უბრალოდ მოკლეს. ეს ფულის გათეთრება იქნებოდა, რადგან Turning Point USA აშკარად უბრალოდ უნდა ყველაფერი არალეგალურად გააკეთონ. ხედავ ამას, რამდენად ფაქიზია, მაგრამ ამავდროულად როგორი აშკარა. თითქმის მინდა ვთქვა, რომ ძალიან ცოტა რამ ძულს ისე, როგორც ყალბი ალტრუიზმი. ადამიანები, რომლებიც ქველმოქმედებას აკეთებენ როგორც PR-ის ნაწილი და არა იმიტომ, რომ ეს საჭირო ან აუცილებელია და Charlie Kirk-ის შვილები მრავალ მილიონერები იყვნენ, სანამ ის ცოცხალი იყო. და ეს კიდევ უფრო გაიზარდა მისი გარდაცვალების შემდეგ. ბევრმა ადამიანმა გახსნა ტრასტები, შეაგროვა ფული. Charlie Kirk-ის შვილებს ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ კიდევ მეტი ფული. რაც მათ სჭირდებათ არის სტაბილური მშობელი და სამწუხაროდ ამას ვერ მივცემ, ხომ ესეა? ამას ვერ მივცემ. დედა სახლში ყოფნა არ სურს, მამა სახლში ვერ არის. და ერთადერთი რაც მათ სჭირდებათ, არ არის ინფლუენსერების ჯგუფი, რომლებიც მათ საუბრის თემად იყენებენ და ამტკიცებენ, რომ დამატებით 300,000 შეიძლება რამე შეცვლიდეს. და როგორც უკვე ვთქვი, ამაში რაღაც უსიამოვნოა. თითქოს სწორედ ის ადამიანები, ვინც გამოგიგზავნა ვინმე დასადევნებლად, ახლა ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ, რომ ფული დააბრუნო. უბრალოდ ეს ჩემთვის მიუღებელია. ამიტომ იმის ნაცვლად მინდა განვაცხადო, რას ვაპირებ ჩემი ფულით ამ ეტაპზე. რა გადავწყვეტე, გარდა იმისა, რომ ამ შაბათ-კვირას Apple House-ში წავედი, არის ის, რომ მე ვიზრუნებ იმ ადამიანებზე, ვინც ჩემზე იზრუნა. როგორც ამ ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა, გაგზავნილი ინფლუენსერები არის ამ ჯგუფური ჩატების განუყოფელი ნაწილი, რომლებიც ერთად იკრიბებიან. Protect Erica Kirk. იმ ადამიანებისგან, რომლებმაც სცადეს, ჩვენი შვილები დაუცველად ეგრძნოთ თავი, რომლებსაც ენი მხარს უჭერენ, რეტვეთავენ, უჭერენ მხარს. მე მივხედავ ამ ადამიანებს. ესეთი ადამიანები, როგორიც ჩემი და. თუ გინდა რომ ორგანიზაციას, რომელსაც ჩემი ფული მისდის, მივცე ფული, ეს იქნება კათოლიკური ეკლესია. ის მღვდლები, რომლებმაც ემოციურად მომხედეს მაშინ, როცა ვიშლებოდი იმის გააზრებით, რომ ჩარლისაც და ყველაფერსაც, რისთვისაც ის მუშაობდა, უღალატეს. Charlie-ს უღალატეს. ეს ყველა შეუძლია დაინახოს. შენ მას ყოველდღე ღალატობ, როცა ესეთ რაღაცებს აკეთებ. შენ ღალატობ იმას, ვინც ის იყო. მე რეალურად ვერავის უსმენ, მაგრამ ზოგჯერ მინდოდა მომესმინა. მართლაც ჯერა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ის, რასაც ის ამბობს, ხშირად აშკარა სისულელია, რაც მან წინასწარ მოიფიქრა, როგორ მოეთხოვებინა ხალხი და ისტორია კარგად გაეჟღერებინა. მაგალითად, გიჟია? მართლა სრულად და ოფიციალურად შეშლიილი და გიჟია? მაგალითად, მე მივადგები იმ ხალხს, ვინც ხარი დამიჭირეს იმიტომ, რომ მაღალი ვიხავი. ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო. მე ვიყავი ის, ვინც ყველაზე მეტად იგანჯებოდოდა. ღმერთო ჩემო კენდის, წადი, შენი ცხოვრება მოიწყე. მადლობა ყურადღებისთვის ეს საკითხი.